2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კარალეთში მომხდარი გახმაურებული ინციდენტიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ამ საქმეზე გამოძიება ბოლომდე ამ დრომდე არ არის მიყვანილი. სწორედ ამიტომ თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდულმა მოძრაობამ გორის პროკურატურასთან აქცია გამართა. ახალგაზრდა დემოკრატები მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, ინციდენტში მონაწილე პირები პროკურატურას ამ დრომდე არც კი დაუკითხავს. შეგახსენებთ, ინციდენტი კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში 2012 წელს წინა საარჩევნოდ მოხდა. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ჩასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, მათ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. დღემდე არავინ არ არის დასჯილი, არავინ არ არის აბსოლუტურად დაჟე მე ვფიქრობ, რომ დაკითხულებიც არ არიან და ეს საქმე არის გაჩერებული. თვითონ ის ვინც არის დროებით იზოლატორის უფროსი, ის პიროვნება დღემდე თანამდებობის პირია, დღემდე არის სამსახურში და რა ვიცი, პლუს კიდე გორში დამდებდნენ ხალხი, რომლებიც რომ არაერთი განცხადება მქონდა შეტანილი, არაერთი პოლიციის მიმართული მქონდა და არაერთი პირადად თედო კობახიძეს მიმართ. სამწუხაროა, მაგრამ დღეს რჩება შთაბეჭდილება და არა მარტო შთაბეჭდილება, რეალობაა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება კოჰაბიტაციაში არიან დღემდე ერთმანეთთან შესულები და აგრძელებენ იმ შავი ლაქის გათეთრებას ცდილობს დღემდე ქართული ოცნება. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავაპროტესტებთ ამ ფაქტს და მოვითხოვთ აუცილებლად იქნა საქმე აღძრული და იქნან დაკითხულები, გამოძიებული საქმე და დასჯილები ის პიროვნებები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა 2012 წლის 12 ივლისს.